ამ ისტორიული ზონის გარეშე, სადაც 100% ავარიული შენობებია, ამ ქალაქს თბილისი არ ქვია. პრობლემა არის ერთი მხრივ ის, რომ ჩვენ არ აგვაქვს კაფიო რეგულაცია. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ინვესტიციას და კერძო კაპიტალს. ვინც ამას აკეთებს და ვინც ამ დაიწყო და დღესაც წარმატებით აკეთებს, ეგ არის მამლები. ბევრი ფული არსებობს ევროკავშირში ძველი ქალაქების გადარჩენის. ყველა ქალაქს აქვს რაღაცა გარკვეული რეგულაციები, რომელიც ადგენს სად რისი აშენება შეიძლება. ვიღაცისთვის არაფერი არ შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაფერი შეიძლება. და თუ თქვენ იძახით, რომ მე შენი მოვლილი არ მომწონს, მაშინ შენ უნდა მოვუარო. და 1,5 მილიონი ქალაქის ბიუჯეტი 20% 2560. ჯობ, ამდენ წელზე ლაპარაკობთ, წელიწადში 100 სახლი გავაკეთოთ. 50 წელს. ხო და 12000 სახლი რო წელიწადში ერთი ვაკეთოთ, უნდა 12000 წელი, ხო? გამარჯობა, დღეს საკმაოდ საინტერესო სტუმრები ყავს. თამარა მაშუკელი ხელოვნებაცოდნე, ირაკლი როსტომაშვილი არქიტექტორი, აკადემიკოსი და დღეს საუბრობთ თბილისის, ძველი თბილისის ავარიული სახლების პრობლემატიკაზე და საინტერესოა ამასთან დაკავშირებით ორივეს თქვენი მოსაზრება, მეც მაქვს ჩემი აზრები, გაგიზიარებთ ცოტა მოგვიანებით. დავიწყოთ ბატონი ირაკლისგან, მივცეთ თავისუფლება, იმიტომ რომ არქიტექტურა და უშუალოდ მისი მიმართულება არის პირდაპირი და ირაკლი საკმაოდ რთული სიტუაცია არის ქალაქში, რამდენადაც ძველი ქალაქია და ბევრი პრობლემური უბანი, ბევრი და ათასობით პრობლემური სახლი გვაქვს. როგორ უყურებ შენ ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდებს, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რა შეიძლება გააკეთოს კერძო სექტორმა და როგორ უყურებ საერთოდ ამ პრობლემის გადაჭრას? ამ პრობლემის გადაჭრა ჯერ პრობლემა რო დავხატოთ, ეს არის ის პრობლემა, რომ ამ ისტორიული ზონის გარეშე, სადაც 100% ავარიული შენობებია, ამ ქალაქს თბილისი არ ქვია. ანუ თბილისი ის არის და მეორე მსოფლიო ომამდე ის იყო თბილისი და მე განვითარდა სხვა უბნები. ანუ ის თუ დაიკარგა და ის თუ რა დღეშიც ეხლა არის და გარწმუნებთ, რომ ეს წლები მხოლოდ აზიანებს ამას, თბილისი აღარ იქნება. უბრალოდ სახელი დარჩება თბილისი და თბილისი აღარ იქნება. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თბილისის 100% მოსახლეობას ეს თემა ადარდებს და თუნდაც ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენი სადღეგრძელოს დაელია ალბათ ამაზე ძველ თბილისზე და ჩვენ თბილისზე და იმაზე, ვინ მოთulis, ხო? ძალიან ტკივინდეული საკითხია, რომ არაფერი არ ვთქვა თვითონ ამ მოსახლეობაზე, ვინც აქ ცხოვრობს. და ჩემი თქვათ საკმაოდ დიდი ხანია რაც მე ამ ბიზნესში ვარ ჩართული, არის ეგეთი რაღაცა. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ინვესტიციას და კერძო კაპიტალს. ეს არის წარმოუდგენელი, ამას ვერც ერთი რაღაც მონტე-კარლოს და იმის მონაკოს ბიუჯეტი ვერ იმას უშველის, იმიტომ რომ რომ დავიწყოთ ამის არითმეტიკა, რამდენი ავარიული სახლია და ამის გაკეთებას რა პერიოდი უნდა და რამდენი შეიძლება გაკეთდეს წელიწადში და ეს თუ დავთვალეთ, ალბათ რამდენიმე ათეული წელი არ იყოფა ამას. ამაზე არ ვიცი თუ საკამათო არის, ამას ჭირდება ინვესტიცია და ინვესტიცია ყოველთვის არის კერძო ინვესტიცია. ანუ ეს უნდა იყოს ისეთი мотивация უნდა კონდეს ბიზნესმენს, რომ კომპანიას, რომელიც ამას ხელს მოკიდებს. თუმცა მან პრობლემატური ის არის, რომ აქ კოეფიციენტების მატება ვერ მოხდება სიმაღლეში ზრდა, სიმჭიდროვეში და ერთ რამეს ისტორიულობაში და ამიტომ არ არის საინტერესო ინვესტორის მატებას მე ვიღებ როგორც შეურაცხყოფას, სიტყვას, იმიტომ რომ კოეფიციენტები რა პირდაპირ გეტყვით მე იმ პერიოდში თბილისის არქიტექტურულ სამსახურში მუშაობდი და როცა შემოიღეს ეს კოეფიციენტები და კოეფიციენტი არის დიაგნოზი არქიტექტორების ჯგუფისთვის, რომელსაც უნდა გააკეთონ გენგეგმა. კოეფიციენტით მანიპულირება ეს არის დანაშაული. ეხლა კოეფიციენტზე რახან გადავედით? კოეფიციენტი
აი როგორ გითხრათ რა, კოეფიციენტი არის კონკრეტული მიწის ფართის, თქვათ, მიწის ტერიტორიის მაჩვენებელი, მახასიათებელი. თან ეს გაკეთდა, იმიტომ რომ მანამდე იყო გეგმიური ეკონომიკა საბჭოთა კავშირში, გერმანული ორგანიზაცია GTZ-ის დახმარებით ჩვენ გადავედით აი ამ წითელ ხაზებზე და ამ მიმართულებით გეგმიური ეკონომიკის თვის იმის რა ქვია საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით ვიარეთ და აი როგორ უნდა მოხდეს თქვათ მიწის გამოყენება და მიწის თქვათ ათვისება ასე ვთქვათ რა კერძო იმის ათვისება და აი ამ კოეფიციენტებით ხო გეუბნებით არა მოხდა ის რომ დავთვალეთ რა სიმჭიდროვე უნდა იყოს კონკრეტულ თქვათ აი რაღაც ფართზე ოღონდ ეს ფართზე პატარა 1000 კვადრატმეტრზე კი არ იყო ეს იყო მაგალითად საბურთალოზე მაგალითად ვერაზე, მაგალითად ჩუღურეთში. ანუ დიდ ზონებზე, რომელსაც შემდეგი ეტაპი არის დეტალური დაეგმარების პროექტი. აი ამ კოეფიციენტებით უნდა გაკეთდეს ისა რა ქვია, დეტალური დაეგმარების პროექტი. ამას ვსაუბრობ მე დაახლოებით 2002-2003 წლიდან უამრავი ის არის პირდაპირ ეთერები და რაღაცები, რომ არ შეიძლება კოეფიციენტის მომატება არ შეიძლება. ეს არის იგივე რომ ექიმი თქვათ რაღაცა რენტგენს რო გააკეთებს დასკვანს რო დაწერს იმას რო ვიღაც კომისია რო იყოს იმ საავადმყოფოში ფულს რო გადაუხდი და კაი დასკვნა დაგიწერო არ შეიძლება რა კოეფიციენტის მომატება არ შეიძლება უფრო მეც გეტყვით რა კოეფიციენტის მომატება ანგრევს ყველაზე მთავარს მიწის ღირებულებას ამოსავალი წერტილი საბაზრო ეკონომიკის პერიოდში პირობებში არის მიწის ღირებულება. აი თუ თქვათ არის ორი მიწის ნაკვეთი, ერთი არის თამარის, ერთი არის ჩემი, თქვათ. 1000 კვადრატული მეტრი. თამარს აქვს ისეთი პროექტი, რომელსაც უნდა რომ დიდი მოცულობა ააშენოს და რაღაცა. კოეფიციენტი ჩემგან უნდა იყიდოს. და თქვათ მე თუ მაქვს 4 და თამარსაც აქვს 4 იმ დათვლებით მაშინ მე პირობითად ჩემი 2.5 ან 2 უნდა მივყიდო, თამარმა უნდა ააშენოს 6.5, მაგრამ მე 2 უნდა ავაშენო. მეც 4 და რომ უბანში სიმჭიდროვე დარჩეს ის რაც იყო წინასწარ განსაზღვრული. და სიმჭიდროვე ეს არ არის მარტო ისეთი რაღაც ახირება და რაღაცა. სიმჭიდროვე ვანგარიშობდით როგორ? სეისმიკა, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკა, ეკოლოგია, ტრანსპორტი, უამრავი რაღაცეებია რა. ზონა, იმისი რა ქვია, კლიმატური ზონა. თქვათ, აი, თუ გახსოვთ, აი, კოვიდის ეპიდემია რო იყო, სად იყო კოვიდი გავრცელებული? 16 სართულიანებში, ყველა 16 სართულს ჰქონდა, თუშეთში 2 შემთხვევა იყო. ანუ სიმჭიდროვე ის არის რა. აი, სკოლაში რატო არის, თქვათ, 25 ბავშვი და არა 50. ერთი მასწავლებელი ხო ეყოფა იქ. მაგრამ ალბათობა რომ იქ აი ესეთი პრინციპით გავრცელდეს რაღაც ინფექცია, ანუ ბევრი მომენტისგან გამოწვეულია. აი ვინც ამას აკეთებს და ვინც ამ დაიწყო და დღესაც წარმატებით აკეთებს, ეგ არის მავნებლობა. ეს არის ქალაქში მიწის ფასის განადგურება, რომელიც პირდაპირ ამაზე ისახება. ანუ ეგეთი რაღაცა ეხა ვაღო ჩართული ხარ შენ ამ საქმიანობაში და იცი, არ მოგისმენია ეგეთი რაღაცა, რომ აი მიწა მაქვს და 10 კოეფიციენტი გავაკეთე. ანუ მიწას ყიდიან აი ნაჩალეჩარეთ მაპატია, უკვე იმითი რა. ეგ არის რა პრობლემა. და ეს კოეფიციენტი არის იმისთვის, რომ მიცენ თქვათ რაღაც აავტორო ჯგუფს, რომელიც მუშაობს დეტალური დაგვიმარების პროექტებზე და კონკრეტულ ტერიტორიაზე მოიცვას. იქ წერია, რომ თქვათ აი 10% რო არის იმისი, რა ქვია, გამწვანების კოეფიციენტი. ეგ კი არ ნიშნავს, პატარა 500 კვადრატმეტრიანი 50-იანი სკვერები უნდა გააკეთონ. ეს უნდა ერთიანი გააზრება მოხდეს, თქვათ 30 ნაკვეთი გაერთიანდეს და 1500-იანი ერთი სკვერი გაკეთდეს. 50-50 მეტრიანი სკვერი კი არ მოაკეთდეს. მაგრამ ეგრე წაიკითხეს ჩვენთან. იმიტომ რომ აწყობთ. ეს ანგრევს თავიდან ბოლომდე და აი ამაზე მე თამარის მე გადავალ მე ამაზე, ჩვენ თუ გვინდა ამაზე ვილაპარაკოთ, თუ არ ჩამოყალიბდა მიწის ღირებულება, თბილისში მიწის ღირებულება არის, მიწის ღირებულება, რა რესურსი აქვს იმ მიწას. მიწის ღირებულება თუ ვინ როგორი ჩალიჩებს კოეფიციენტს იმაზე იქნება. დამოკიდებული არ აქვს საბაზრო ეკონომიკა რა. გასაგებია. თამარ, რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ეს არის აი ყველაზე მტკივნეულთან კოეფიციენტები შემოვიდა ეს თემა და რა თქმა უნდა ამას არ გეკითხებით. ძველი თბილისი, ისტორიული უბნები, ისტორიული შენობები და სავალალო მდგომარეობა.
რა უნდა გავაკეთოთ? მე მაგალითად მაქვს შემხებლობა პოლონეთთან და ამ სფეროსთან, მშენებლობასთან პოლონეთში და მაგალითად კრაკოვში არის საინტერესო მოდელი აქვს დაფინანსების 60-70%-ს ქალაქი იღებს ევროფონდებიდან, EBRD-დან, მსოფლიო ბანკიდან, ევროკავშირის ფონდებიდან და საკმაოდ ბევრი ფული არსებობს ევროკავშირში ძველი ქალაქების გადარჩენის. თუმცა დიდი კონკურენციაც არის, ბევრი ძველი ქალაქია და ბევრი ქალაქი ითხოვს ამ ფულს, ამ ფონდებთან წვდომას. და ყველაზე წარმატებით რაგინ გასაოცარი არ უნდა იყოს პოლონეთის მთავრობა ახერხებს ამის გაკეთებას და კერძოდ რამდენიმე ქალაქი, აი ძველი ქალაქები, კრაკოვი მაგალითად 60-70% ფინანსდება ასეთი ფონდებით, რაც საშუალებას აძლევს უკვე თუნდაც ინვესტორს იმისი, რომ ანუ სახელმწიფო თავის ფულს არ ხარჯავს ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ამ მოსახლეობის გაყვანას ან შეთავაზებას ახალის არ ხდება არც სართულების დამატება, არც არაფერი, იგივე მოცულობით შენდება ეს სახლები და სახელმწიფო არ ზარალობს, იმიტომ რომ 60-70% ფაქტობრივად მოზიდული ფულია, რომელთაც ამას აფინანსებს. საბაზრო ეკონომიკა არის იქ ამაპატია, მაგრამ საბაზრო ეკონომიკა, აი, ვახტანგ თქვა პოლონეთში პირობითად ეხლა ცოტა ისეთ იმა გადავა რა, რო იყიდება ძეხვი, როგორ იყიდება კილოგრამობით თუ მეტრობით. აი კილოგრამ ეგრეა რა. აი აქ მიწა უნდა იყიდებოდეს რაღირს კვადრატული მეტრი და არა იქ ცხოვრებ ოჯახებს რამხელა ბინები უნდათ. ეგ არ არის ამოსავალი რა. მიწა არის ფასი. მიწას უნდა გქონდეს ფასი. თუ ამაზე ვერ მივედით ჩვენ, თუ და დანარჩენი საკითხი რომ ის გაჭირვებული ოჯახია და ფართები და რაღაცები, ეგ უკვე სოციალური სფერო არის და სხვა სტრუქტურა უნდა ჩაერთოს მაგაში. მანდ ახალი ინიციატივით მთავრობის და სხვათა შორის წავიკითხე მე ეს ინიციატივა და ახალი მიდგომა და ძალიან მომწონს და ვარ ობიექტურად კეთილგანწყობილი ამ პროექტის მიმართ და მაქვს იმედი რომ მართლა ესე გაკეთდება ეს 2026 წლევანდელ წელს რაც დაიწყო თბილისის მთავრობამ რომ მოხდება შეფასება კონკრეტული დაზარალებული უბნების, დაზარალებული შენობების და 100%-ის შემთხვევაში თუ მოსახლეობის იმ შენობის 100% თანახმა იქნება და შეჯერდება კონკრეტულ ფასზე, რომელსაც დაადგენს ექსპერტიზის ბიურო, სახელმწიფო გადაუხდის ამ თანხას მოსახლეობას და შემდეგ უკვე მოახდენს მშენებლობას და გაყიდვას ამ ობიექტის. სახელმწიფო ამბობს ეგეთ რაღაცას, რაც სახელმწიფო არ უნდა გადაუხდი რა თქვენ სახელმწიფო ნახეთ სახელმწიფო კი გადაიხდის, მაგრამ მე გაყიდის ამას, ოღონდ მოგების გარეშე. ინვესტორი რო შევიდეს, რას გვეუბნება? ბიუჯეტის ფულს რა მნიშვნელობა? ბიუჯეტი ჩემი ფულია და თქვენი ფულია გასაგებია, მაგრამ ის ფული ბრუნდება შემდეგ, როდესაც გაყიდის სახელმწიფო ამ შენობას, ისევ დაბრუნდება ამ ბიუჯეტში, ანუ თქვენი ფული ისევ თქვენ გიბრუნდებათ. მაგრამ სახელმწიფო ამას ამბობს, რომ მე არა კომერციულად გავყიდი, არა მოგების მარჟა არ მექნება და მოგების ინტერესი, შესაბამისად გავყიდი ამას უკეთესად ვიდრე ინვესტორი. ინვესტორი ითხოვს რა. აბა რა ინტერესი იქნება? მაშინ ხმების ინტერესი იქნება. რა გვინდა ხა ესეთი ისა რა? რატო იქნება ხმების ინტერესი? დანგრეული სახლი რო ააშენოს სახელმწიფომ გადაუხადოს. დანგრეული მანქანა და გაუკეთოს? არა, დანგრეული მანქანა რო. რატო არ უნდა გაუკეთოს უჭირს და ოჯახს მაგით არჩენს? დანგრეული მანქანა არ არის ესა რა ქვია საფრთხე იმ ქალაქის მოსახლისთვის, ხო? როგორ არ არის? ვერ დაამუხრჭა და დაეჯახა. ნუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იაროს. არ უნდა ყაცო, იმანაც სადღაც წავიდეს სტაფოში გაყიდოს და იყიდოს ორჯერ იაფად ბინა. ეგრე არ არის რა. კერძო და ყველაფერს საბაზრო ეკონომიკა იმიტომ დაალაგდა თელ სოფლიოში, სადაც არის საბაზრო ეკონომიკა და სადაც არის გეგმიური და როგორ ლაგდება ჩიხშია. არ ფიქრობთ რომ ჩიხში არის, მაშინ თუ არ იზრდება მოცულობა იმ შენობის და არ უნდა გაიზარდოს, ყველანი ვითანხმდებით ამაზე. ინვესტორისთვის საინტერესო არ არის, აგერ ხედავთ თბილისს რომ არ არის საინტერესო, მაშინ რა უნდა მოხდეს? აი თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო, მოგეთ იმდენ რამეზე ისაუბროთ, რომ ესე რომ ჩამოვყვე, არ ვიცი, სად წავალთ. პირველი მაინც კოეფიციენტებს შევეხები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ისტორიული ქალაქისთვის არის, რომ ინვესტორებს, დეველოპერებს და მათ შორის ყველაზე დიდი პრობლემა თავად მაცხოვრებლებს საიდანაც აღებული აქვს, რომ მაგალითად რუსთაველზე არის რაღაცა კოეფიციენტი და სოლოლაკში არის რაღაცა კოეფიციენტი და რომ მოდიან იძახე, რომ მე ეს კოეფიციენტი მაქვს და ამ ხელა შენობის აშენება მინდა. ისტორიულ ზონაში ის კანონი, რომელთაც კოეფიციენტები დადგინდა ქალაქში, ეს არის ქალაქის მთავრობის გეგმის მიხედვით და ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება. ისტორიულ ქალაქს რაც ფარავს და რის რეგულაციებიც აქვს, ეს არის მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ ისტორიულ ქალაქში კოეფიციენტებით არ ვსაზღვრებთ ჩვენ სიმაღლეებს. აქ ისაზღვრება მიმდებარე გარემოს მასშტაბის მიხედვით. ამიტომ, როდესაც იმას აქვს რაღაცა კოეფიციენტი მაცხოვრებელს, მაგრამ როდესაც მოდის ვეუბნებით, რომ როდესაც ქალაქის მერიაში მიდიან, ეუბნებიან, რომ კი, თქვენ გაქვთ, მაგრამ თქვენ შეიძლება ეს სიმაღლე ვერ აიღოთ, იმიტომ რომ ისტორიულ ქალაქში სხვა ტიპის რეგულაციებია. თავის დროზე ეს რომ ყოფილიყო, ეს 2007 წელს საერთოდ გაქრა ეს ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის კანონის ეს რეგულაცია და მხოლოდ ქალაქის რეგულაციებით შემოვიდა და ამან გამოიწვია ეს დაბნეულობა, რომელიც დღემდეც გამჯდარი აქვს ადამიანებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ყიდის ამ შენობებს. მათ რომ იცოდნენ, რომ მათ არაფერი არ აქვთ, ან თეორიულად მათ აქვთ მიწის ნაკვეთი, რომელზეც რა დგას და სად არის ეს მიწის ნაკვეთი განთავსებული, ის განაპირობებს რისი აშენება შეუძლიათ. ანუ პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან იწყებენ. ეხლა ამ სუფთა ფურცელი, წესით სუფთა ფურცელი არ უნდა იყოს და არც ერთ ნორმალურ ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სუფთა ფურცელი არ არის. რაც გულისხმობს, ყველა ქალაქს აქვს რაღაცა გარკვეული რეგულაციები, რომელიც ადგენს სად რისი აშენება შეიძლება. შენ უკვე არქიტექტორობა იცის დაახლოებით სად, რა მასშტაბის, რა ფორმატის, რა მორფოლოგიის შენებლობა შეუძლია. მეც ვიცი, თქვენც იცით, მაცხოვრებელმაც იცით და მაცხოვრებელი, როდესაც მოდის და ყიდის რაღაცას, მან იცის, რომ მის მიწაზე შეიძლება მხოლოდ ან არსებული შენობის რესტავრაცია, ან ერთი სართულის დამატება. და უკვე ის იმ თავის თეორიულ 3 სართულს აღარ ყიდის ისე, როგორც 16 სართულს, იმიტომ რომ დაახლოებით აქ გვაქვს ჩვენ საქმე, რომ მაცხოვრებლები ხშირად ყიდიან არა იმას, რაც აქვთ, არამედ კოეფიციენტის მიხედვით და გვერდზე ნაკვეთებს რო იყიდის დეველოპერი იმის ადგილას, რომ გაერთიანებენ კოეფიციენტს და კორპუსს წამოჭიან, რას წარმოისახავს, წარმოსახვით რაღაც მერე გადაჩოთქავენ ესე ვთქვათ, გაამრავლებენ ყველაზე მაღალ ფასს და იქიდან გამოდიან და იმას აფასებენ. ამიტომ გვაქვს არანორმალური ფასები ისტორიულ ზონაში. ნახევრად ძალიან მძიმე ავარიულ მდგომარეობაში ყოფილ სახლებისთვის. პრობლემა არის ერთი მხრივ ის, რომ ჩვენ არ აგვაქვს კაფიო რეგულაცია, რომელიც ყველასთვის გარკვეულ თამაშის წესებს ჩამოაყალიბებს და ეცოდინება ყველა მხარეს რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს ერთი მხრივ ყველასთვის კარგია და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ღიობს ავსებს. ეს არის ძალიან ბევრი კორუფციული სქემები ამ მიმართულებით დაშვებული. ვიღაცისთვის არ შეიძლება, აი თქვენ ახლა საუბრობდით რაღაცა 3 მეტრი, ვისაუბრებთ ალბათ ამაზე, რომ აუცილებლად უნდა დაწიოს უკან ხიდან, ან გარკვეული სხვადასხვა რეგულაციები, ვიღაცისთვის ეს არის აუცილებელი, must გასაკეთებელი, ვიღაცისთვის ეს არ არის გასაკეთებელი და იმას შეიძლება ყველაფერი, ანუ შეიძლება იგივე არაგვის ტერიტორიაზე ჩაიდგას 3 მაღალსართულიანი კორპუსი, მაღალსართულიანი როდესაც ლაპარაკობ, ეს არის 40 პლუს სართულიანი კორპუსები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება 2 სართულზე მესამე სართული არ დაამატებინოთ. მე ვარ ესეთი 3 სართულიანი შენობა მაქვს სოლოლაკში, აბსოლუტურად ანუ ღირებულებას მოკლებული და ნუ მანსარდიშიც კი არ აძლევენ ჩვენ მეზობელს ფართის განვითარების საშუალებას, იმიტომ რომ კოეფიციენტი აქვს ამოწურული. ანუ არც არ შუება, ეს უბრალოდ ფართად უნდა აითვისოს ეს თავისი მანსარდი. ანუ ვიღაცისთვის არაფერი არ შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაფერი შეიძლება. ამიტომ აი ეს ყველაფერი არაფერის გამო რომ იყოს ეს საშუალება. ესე ვთქვათ, რომ ეს რეგულაციები იყოს მცურავი, რომ რეგულაციები არ იყოს მკაფიო და თამაშის წესები არ იყოს კაფიო, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი, თორე ძალიან ზუსტად იცის ყველამ რა უნდა გავაკეთოთ.
სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ეხლა თქვენ რომ საუბრობდით რაღაცა ფინანსურ მექანიზმებზე, ისე რეგულაციების მექანიზმებზე, ისე კოეფიციენტების მექანიზმებზე, ისე ამ ქალაქის ღირებულების შენარჩუნების თვალსაზრისით. ყველამ ძალიან კარგად იცის რა არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ამაზე ძალიან 35 წელია მუშაობთ. მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ექსპერტები, მარტო ეკონომიკური კუთხით, ანუ ისტორიული ქალაქის ეკონომისტები. სამჯერ ყავთ ჩამოყვანილი ჰოლანდიიდან. და სამჯერ ამ კაცს მერტე იგივე დაწერა, მეოთხეჯერ თქვა რომ აღარ ჩამოვალ, იმიტომ რომ თუ რამის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ. ზუსტად იცით რა გაქვთ გასაკეთებელი. სხვათა შორის ჰოლანდიაში ერთ-ერთი წარმატებული ის არის როტერდამის მოდელს ეძახიან რევერსული ფონდები. კი. ეს საერთოდ ამსტერდამში დაიწყო ეს ფონდები, ეს კაცი რომელიც და ქალბატონი და მამაკაცი იყო ჩამოსული, ამის სათავეებში იდგნენ, როდესაც ეს ფონდი, ეგრეთ წოდებული რევერსული ფონდები ჩაეშვა, ეს არის ალბათ 60-იანი წლები და როდესაც ბოლოს იყო ეს კაცი ჩამოსული 2014 წელს, 2016 წელს იყო, ანუ მე 2014 წელს შევხვდი, 2014 წელს ჰოლანდიამ დაამთავრა თავისი 80,000 კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია და იძახდნენ ახლა რა უნდა გავაკეთოთ ზუსტად არ ვიციო, სავარაუდოდ 1980 წლის მერე აშენებულ შენობებს გავაძეგლებთო და იმას მივხედავთო. ეხლა რაც შეეხება თქვენს რომ მოგწონთ ქალაქის თბილისის ინიციატივა. ეს ინიციატივა ახალი არ არის. ეს ინიციატივა არის ყოველთვის. მაგალითად ამ ინიციატივის შედეგი არის გუდიაშვილის მოედანი. გუდიაშვილის მოედანზე 2007 წელს ზუსტად ასე დაიწყო თბილისის განვითარების ფონდი, ამიტომ შეიქმნა, მას უნდა გამოესყიდა შენობები, თავისთავად გამოსყიდვა პრობლემაა ჯენტრიფიკაციის თვალსაზრისით და ჩვენ ეს ვნახეთ, მაგალითად, როდესაც მოსახლეობისგან იცლება ქალაქი. კოვიდის დროს რა დაემართა ისტორიულ ზონას, ლესელიძის მიდამოებში რაღაცა საშინელებათა ფილმის მას გავდა ქალაქს, სადაც არავინ არ დადის და იქ სადაც მაცხოვრებლები არიან, ის კაფეები მაშინაც კი მუშაობდა. ეს ჯენტრიფიკაციას მერე შევეხოთ, თუ გინდათ პრობლემაა ქალაქისთვის, როდესაც მაცხოვრებელი გადის და მონოფუნქციური ხდება ზონა. არაავთენტურია და არაბუნებრივია. ხო, მაგრამ მანდ ბოდიში შეგაწყვეტინებთ, საფრანგეთმა გააკეთა, კერძოდ პარიზში არის, რომ პროცენტები აქვს და ყველგან ესეა. ხო, რომ რაღაც 60% უნდა იყოს დაუშვათ სოციალური მოსახლეობა, 40% შეიძლება იყოს. ეს ყველგან ესეა. დღემდე ეგრე აკეთებენ, ანუ სოციალური პლუს ვერტიკალური დაგეგმარება ქვია, როდესაც სოციალური პლუს ეკონომიკა ეგრე. შეგეგმავ არა ესემ, ჰორიზონტალურად, ანუ ვერტიკალურადაც გეგმავ, მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმეტეს ქვეყანაში, რასაც ჩვენ ხა კოეფიციენტებზე ვსაუბრობთ, დაახლოებით ესეთივე პროცენტულობით გამოდის, მაგალითად კონკრეტულ უბანში რამდენი უნდა იყოს მაღაზია, რამდენი უნდა იყოს სასტუმრო, რამდენი შეიძლება იყოს ჩინური მასაჟი. თუ მაგალითად კონკრეტულ უბანში შეიძლება იყოს 4 სასტუმრო და 4 სასტუმრო არის, მეხუთე მსურველი სასტუმროსი ვერ ააშენებს სასტუმროს, თუ ამ 4-დან რომელიმე არ გაუქმნა ეს სასტუმრო. ობიექტებია რომ მაგალითად არ უნდა ჩაქროს სინათლე, თქვა არის ხოლმე პრობლემები შეიქმნა რაღაც ეგეთ ქალაქებში, რომ 6 საათზე ხრება მთელი ქალაქი. ანუ ისეთი ობიექტებიც უნდა იყოს, რომ სიცოცხლე სხვათა შორის თქვენ გაქვთ უბანში ეს შენი სახლი ჯიქიაზე, შენი სახლი სამგორში უნივერსიტეტის ქუჩაზე, როდესაც კომერციულ ფართებში არ აძლევთ კანიბალიზმის უფლებას და ბევრი სუპერმარკეტი რო იყოს, ამ ბევრი სადალაკო და ამ სამუშაო რა სპეციალისტები ჭირდება რა. კი, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს შემთხვევები ბათუმში, ეხა თბილისში, მაგალითად ისტორიულ ქალაქში, მაჩაბელი, ქიქოძე, რაღაცა საოცარი სისწრაფით ვრცელდება ჩინური მასაჟი. ანუ ყველა პატარა სივრცეები ჭირდება და რა არის ეს ჩინური მასაჟი, არავინ არ იცის კიდე რა ხდება შიგნით. რაღაცა ვირუსულად გავრცელდა და ერთმანეთის მიყოლებით არის ძალიან ბევრი ჩინური მასაჟის. ეხლა ჩინელებსა და მასაჟზე პრობლემა არავის არ აქვს, უბრალოდ არ შეიძლება ქუჩა გადაიქცეს რაღაცა როგორც ხაზბეგი დოლარის დახურდავების ან აფთიაქების ქუჩა. ქუთაისის ქუჩა ავტონაცილებს. ეს ცოტა უცნაური, ხა დაუბრუნდები. არა, ეგრეთ მილე ბამბის რიგი და რკინის რიგი და ექსინაჩხანები იყო, ეგ არის ხოლმე რაღაც ქალაქებში, ეგ არის. საინტერესო თემა წამოწიეთ და აი დაუბრუნდეთ მოედანზე საუბრობთ, გუდიაშვილის მოედანზე. 2007 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის განვითარების ფონდი შეიქმნა. ფოტოებს განახოთ 2001-ში დაიწყო. ბატონო? ფოტოებს გაჩვენებთ, რომ 2001-ში დაიწყო. გუდიაშვილის მოედანი? არა, კეთება არა, მაღაზია მუშაობა. მე მახსოვს 2004 წელს გავაკეთე 2004-ში ან 5-ში გავაკეთეთ პირველი
ტურისტული მარშრუტი, რომელიც გუდიაშვილზე ჩადიოდა, ამერიკის საელჩომ დააფინანსა მაშინ და იქიდან რაღაცნაირად ყურადღება მიექცა ამ მოედანს. მანამდე იყო, როდესაც რეაბილიტაცია გაუკეთა მოედანს, მაგრამ თავისთავად ის რაც ფონდმა გააკეთა, ეს იყო რაღაცა ახალი არ ვიტყოდ, საკმაოდ ესე ვთქვათ, აპრიორში თავიდანვე ჩანდა, რომ არასწორად მიდიოდა საქმე, მაგრამ მოდით, გავყვეთ ახლა. 2007 წელს გამოისყიდა ეს თითქმის, 11 ობიექტიდან 6 შენობა, გაიყვანეს მოსახლეობა. ეხლა მოსახლეობის გაყვანა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავი და თავისთავად ის რაც თქვენ ბრძანეთ და რაც ქალაქის მთავრობა ბრძანა, ეგ არის მკვდრადშობილი ბავშვი. ვერასოდეს ვერ შეთანხმდება 100% მოსახლეობა რაღაცაზე. გამორიცხულია. იქ ამ ადამიანებს აქვთ საკმაოდ სხვადასხვა მოთხოვნები, ვიღაცას აქვს 10 კვადრატი და უნდა რომ 50 კვადრატი კონდეს და გასაგებია, იმიტომ რომ 10 კვადრატში აღარ უნდა ცხოვრება. იმას ვერასოდეს ვერ შეუთანხმებ, თუ არა აქვს შიში, რომ გამოასახლებენ სახლიდან. დაკარგავს სახლს. თუ არა აქვს შიში, რომ მე გავდივარ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არ ვიტყვი სარომელ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ერთი მოსახლე არ უშვებდა რეაბილიტაციაზე ქალაქის განვითარების ფონდს, იმიტომ რომ ამბობდა, რომ მე მაქვს რემონტი და არ მინდა რომ ყველას რემონტი კონდესო. არის რომელიმე ქვეყანაში ეგეთი პრაქტიკა, რომ შეიძლებოდეს, რომ ძალით გამოასახლო ადამიანი. არ არსებობს ეგეთი პრაქტიკა, მაგრამ არსებობს ესეთი პრაქტიკა, რომ თუ მე მოვდივარ და გეუბნები, რომ იქაც არასოდეს არის 100% შემოვალ და ხა რეაბილიტაციას გაიკეთებ, იქაც 100%-ულად არის, მე შემოვდივარ და გეუბნები, მე კი არ შემოვდივარ, წეს ჩვენ მომართავ და მე გეუბნები, რომ ოკეი რაღაც 60% დავაფინანსებ. თუ შენ უარს მეუბნები და არ მოგწონს და ჩვენს კანონმდებლობაში გვიდებს, მაშინ ისტორიულ ზონაში შენობებზე პასუხისმგებელი, პირველი პასუხისმგებელი პირი არის თავად ადამიანი. მე საკუთრე. დიახ. მე არის ქალაქი. თქვენ რო სადღაც ცხოვრობთ. კი, თქვენ რო სადღაც ცხოვრობთ, მაგალითად საბურთალოზე, სადაც ისტორიული ზონა არ არის. თქვენ სახს თქვენ უვლით. დიახ. და თუ თქვენ იძახით, რომ მე შენი მოვლილი არ მომწონს, მაშინ შენ უნდა მოუარო და თუ შენობას, მაშინ კონტრაქტი, კანონში ეს რამე გვიწერია, თქვენ ხართ პირველი პასუხისმგებელი, თქვენსა და ჩემს შორის ფორმდება ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში ფიქსირდება ის მდგომარეობა, რაც სახლს აქვს, თუ ეს სახლი გაუარეს თან, მაშინ თქვენ გეკისრებათ ვალდებულება ეს სახლი მისი მდგომარეობა გამოასწოროთ. მე შეიძლება ერთხელ მოგმართოთ, მეორეჯერ მოგმართოთ, დაგაჯარიმოთ, მესამეჯერ დაგაჯარიმოთ და მეოთხეჯერ. თამარ, მივდივართ იქამდე, რომ კანონში ეგენ უნდა. კანონში წერია ეს. არა, რა წერია, რომ მაგალითად ყველაფერი წერია, რაც მე ვთქვი, ყველაფერი წერია. არა, კი, ხო, მივდივართ იქამდე, რომ გითქვია იმას ვამბობ რა. მაგალითად, ახლა მისამართებს არ ჩამოვთვლი, ერთი მისამართი, სადაც მოსახლე საერთოდ ერევანში ცხოვრობს, იქ ბინა აქვს დაკეტილი. ხო. იძახის, რომ ჯეკპოტი მინდა და ხო, რა ვშვებით მაგ შემთხვევაში? კანონი გვაქვს. რა ვშვებით? ეს გვაქვს კანონში, ეხლა წესით ამდენი ხანია, ხელშეკრულების ფორმა არ არსებობს. არაფერი არ აკეთებს. ანუ ცუდი არ არის კანონი. ცუდი კანონი არ არის. შეხედეთ, ჩვენი კანონს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. არის ერთი კანონი გვაქვს და ქვემოთ კანონქვემდებარე აქტები არ გვაქვს. მაგრამ ეხაც რომ მიმართოთ თქვენ მაგალითად სამინისტროს, ის აუცილებლად გიპასუხებს და ჯერჯერობით ხელშეკრულების ფორმა არ აქვს დაკეთებული. ის ხელშეკრულება, რომელიც მე და თქვენ შორის იდება და რომელიც თქვენ იცით, რომ ამ ხელშეკრულებაში ესეთ რამე წერია, წესით ესეთ რამე უნდა ეწეროს. მაგალითად ძალიან კარგი მაგალითი არის ოფიცერთა სახლის ქვეშ, სადღაც 2016-2018 წელს ზუსტად არ მახსოვს, იყო პატარა ნაწილი შემორჩენილი დანევიჩის ნახატის და იქ შევიდა ჩინური კომპანია, მე მგონი თუ არ მახსოვს, რაღაცა საცულების, ჩამოხსნა, გაათეთრა, შეღება და როდესაც მივაკითხეთ და ნახეთ რომ აღარ არის, აატყდა ერთი ამბავი, ძეგლთა დაცვა მივიდა, კულტურის სამინისტრო მივიდა, მედიასთან ერთად მივიდა, ამ კაცს ეკითხებიან, სად არის ეს დანევიჩის ნახატიო. ამან თქვა რომ არანაირი დანევიჩის ნახატი აქ არ იყო, აქ რაღაც დაობებული რაღაცა იყო, ჩამოხსენი შევღებეო. იმანს არა აქვს ვალდებულება რომ იცოდეს, თუ შენ ხელშეკრულებაში არ შეუწერო, შენ გაქვს ეს სახლი. ამ სახლში ეს ღირებულია და ამას შენ ხელს ვერ მოკიდებ. და ჩვენ უკვე იცი, რომ ეს აქ გაქვს ეს ღირებულები, ეს მდგომარეობა სახლის. და შენ ვერც ამას ვერ შეეხები, თუ შეეხები და ისჯები კანონით და თუ შენი სახლი გაუარეს თან, შენ გაქვს პასუხისმგებლობა, რომ მოუარო. თუ არ მოუვლი და ეს ყველაფერი წერია კანონში, ესაც მე ვლაპარაკობ, თუ არ მოუვლი, ქალაქი
ჯერ ერთხელ შეგეხმიანება, მეორეჯერ დაგაჯერებებს, მესამეჯერ სისხლის სამართლის საქმე იღრება. როგორც არც ერთხელ რატო არ ხდება? ანუ ვერ ხდება. ანუ პრობლემა, ანუ ჩვენ კანონი გვაქვს, რომელიც არ მუშაობს. იმიტომ არ ხდება, რომ აქ ყველაფერი ითვლება ელექტორალურ ხმებზე. ხო და მაგას ვეძახი, სხვა კანონები უფრო ბევრად ისეთი ხო უცებ ერთ დღეში ხდება გადაწყვეტილება. კი, გასაგები, ანუ ელექტორალურად არაწყობთ ამ ამბის, ამ თემის. ჩვენ ხო ვლაპარაკობთ ამ რატო არ კეთდება ძველთვით? იმიტომ არ ბევრი მაგეგმინდა ვილაპარაკოთ. ჩვენ იქამდე მივალთ, რომ საბოლოო ჯამში რატო არ კეთდება? რატო არ კეთდება? ხო და აი გუდეშუს თავმთავრები თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო кейსია. გამოისყიდეს ეს 6 სახლი, შემდეგ ოვი დაიწყო, ორჯერ ჩადეს ბანკში შენობები. ჯერ ჩადეს საქართველოს ბანკში და მერე გადადეს, ანუ ეს ფულს არ წაიღეთ, არ ვიცი, ანუ რომ გამოისყიდეს ეს შენობები, ქონდათ ფონდში ფული, რომელთაც უნდა რესტავრაცია გაეკეთებინათ და გაეყიდა. ზუსტად ანალოგიურად, რასაც ახლა ეს აზრია და იდეა. ეს ფული სადღაც არ ვიცი, დახარჯეს, ორჯერ ჩადეს ბანკში ეს შენობები და მოკლედ 2011-ში ისე დამთავრდა ამბავი, რომ ეს 6 შენობა იყო აბსოლუტურად მიგდებული, არავინ არ ცხოვრობდა, ბევრად მძიმდებოდა ვითარება, ფული რესტავრაციის არ იყო და უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ გამოეტანათ გასაყიდად ეს 6 შენობა ოღონდ ერთად. იპოვეს რაღაცა ავსტრიულ-ქართული კომპანია, რომელსაც ძალიან ძვირად მიყიდეს ობიექტი, ეს 6 შენობა, ხელშეკრულებას დიდი ხანი მალავდნენ, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ქალაქი ხელს შეუწყობდა შენობების პრაქტიკულად დანგრევას და მიუხედავად იმისა, რომ ძეგლები იყო, დანგრევას და ახალის აშენებას. შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, ის მინისტრი წავიდა, ქალაქს ისევ დაუბრუნდა ეს შენობები და მას შემდეგ 2011-16 წლის მერე დაახლოებით 2022 წლამდე ხდებოდა ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია. დაახლოებით თუ არ ვცდები, $45,000, 45 მილიონად დაჯდა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ეს ამ 45 მილიონს დაუმატეთ კიდე ეს გამოსყიდვის ფული და შემდეგ გაყიდეს 25 მილიონად. შეიძლება რაღაცა ცდები, მაგრამ ნახევარ ფასში გაყიდეს, ანუ ქალაქმა იქიდან არაფერი არ მიიღო. ისიც კი ის ადამიანი არა, ქალაქი ახლა გვეუბნება, რომ არ მივიღო თანახმავარ. ცოტა სუბსიდიას რო დაჭირდეს, მაშინაც კარგია. ნახოთ რა იქნება შეხება. არითმეტიკაზე გადავიდეთ. ყველაფერი კარგია და მე თქვათ აი ეგეთი რაღაცები, რომ ესე გავაკეთოთ რაღაცა. დავიწყოთ საუბარი რა. თამარი დამეთანხმება ზეპირათეცის ყველაფერი. თბილისში აი ძველ ისტორიულ ზონებში ვიძახით თქვათ პლეხანოვი, ვარანცოვი, ჩუღურეთი, თაწმინდა კრწანესი, ხარბოხი თქვათ, სოლოლაკი, ვერეს ნაწილი. რამდენი სახლია? 12,000 შენობა ზუსტად. 12,000 შენობა. მე 2026 წლის მონაცემები 12,000. გოცას გაკე მე ვამბობ რომ 5,000 ვთქვი, ორჯერ ნაკლები, უფრო რომელიც ისეთია რა, ну აი მართლა ფასეულია. რაღაც შენობები არის, რომელიც თქვათ არაუშავს. რაღაცა შეიძლება 5,000. თითო სახლის ეგეთი შენობის გაკეთება. დაახლოებით ჯდება დაახლოებით $1,000,000. სწორია ხო? დაახლოებით. ну სახს გაჩვენე შეიძლება მეტის და არა, საშუალოს ვამბობ. საშუალოდ ალბათ მილიონი. ხო. ესე იგი 300,000 ლარი. 3 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი. ეხლა მე რას ვლაპარაკობ რა, მე გეტყვით აი ჩვენ პირდაპირ მაგას გავაკეთებთ და ამას უკვე კონკრეტულად აი აღრიცხვით და ვადებით და ბანკში შესხვით და იმაზე მერიის კომისიაზე მისვლით და აი წამზო აი ყველაფრით დავდებთ რამდენი ხანი უნდა. 3 მილიონი ლარი. წელიწადში მერიამ რო გააკეთო წელიწადში აი შენ მაგ პროგრამით რა მოლაპარაკებით გამოყვანით ამ ხალხით ერევანში დაკავშირებით აი მაგ ანუ 100 ვერა ვაიმე ვერა კი არა ერთსაც ვერ გააკეთეს მაგრამ ჯერ ერთი გააკეთდა ხო 100 ხო ზღაპარია რა ხო ესე იგი ეს არის ერთი არის რომ ეს მოახერხოს და მოლაპარაკება და რა რესურსი უნდა და რამდენი კაცი უნდა მივიდეს და რა მოლაპარაკება და რა ნოტარიუსები და ამათ სახლები გაიყვანოს უქირაოს, ხო? და იმ სახლების კეთება დაიწყოს. ეგ არის 300 მილიონი. არა, თქვენ ვცდებით ახლა. ის არ ქირაობს, მას გაყავს მაცხოვრებელი. კი ბატონო, რა მნიშვნელობა? სახლებს ყიდულობს. არა, მესმის, რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი, ეს ბევრად მეტი ხარჯია, ხო? მე ვიძახი მარტივად რა, უფრო აი 5,000 ვთქვი, ხო, ჩემ საწინააღმდეგო რაღაცებს ვამბობ, თორე 12,000-ზე ორჯერ მეტრი წუთს მივიღებდი რა. 300 მილიონი წელიწადში.
ბიუჯეტი არის 200 მილიარდი, ხო? ანუ დაახლოებით 20% ბიუჯეტი რო გადავიხადოთ ამაში. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე. თამარ, ჩვენ ვთქვათ იცი, თითო ეგეთ ეზოში, თბილისურ ეზოში საშუალო მაჩვენებელია 8 ოჯახი. საშუალოდ რა, ზოგან არის 20, ზოგან არის 2. 8 ოჯახი რა. 8 ოჯახი თბილისური სტატისტიკით არის ერთი ოჯახი არის 3.2 ადამიანი რა. ანუ ეს არის ესე იგი 100 ეზოში, 100 სახლში, ეგეთ სახლში ცხოვრობს 8 ოჯახი. 8 ოჯახი რო გამოვრავოთ 100 არის 800 ოჯახი, 3.2-ზე რო გამოვრავოთ ეგ არის 2560 ადამიანი. და 1.5 მილიონი ქალაქის ბიუჯეტი 20% 2560 კაცს დავახარჯოთ. აი რიცხვები რა. რამე შევწდი? ანუ ეხლა ხალხს არ ვახარჯავთ, ისტორიას ვახარჯავთ. არა, ესე იგი რა პროპორცია 1.5 მილიონი ტირე, ეხლა რამდენი არის ლეიკემიანი ბავშვი და რამდენი ტრანსპორტი და რამდენი მეტრო და ეგენი 2500. ამიტომ უფრო თუ პროგრამა უნდა იყოს, რომ კერძო ბიზნესში შევიდეს და ინიციატივა მოხდეს და კითხვა, კერძო ბიზნესისთვის ეს ბაზარი ღია უკვე წლებია. ბევრი წელია. კერძო ბიზნესმა ბევრმა მოსინჯა შესულიყო და ეხეირა ამ უბანში. იმიტომ რომ ახო გეტყვი რა. ანუ შესაბამისად რაღაცა არის ჭერი არ არის. პირდაპირ გეტყვით, ანუ მაცხოვრებლებისთვის ჭერი არ არის. ანუ მე შემიძლია მოვთხოვო რაც მინდა. ანუ უბრალოდ რა, შემიძლია მოვთხოვო პარიზში ბინა და ვერანაირი ინვესტორი პარიზში ბინას ვერ მოგცემს, ანუ ვერ აღარ. გასაგებია, ეგ არის შემაფერხებელი ფაქტორი. არ არის საბაზრო ეკონომიკა თუ გვექნება, მაშინ თუ მაცხოვრებელს ექნება იმის იმედი, რომ რაღაცნაირად ვიღაცის საარჩევნო კომისიის წევრი იქნება და იქ მაგას ჩააწ საბაზრო ეკონომიკა და სადაც აი თელ სოფლიოში რო ავიღოთ გლობუსი და დავადოთ განვითარებულ, სადაც ვითარდება ჰოლანდია, გინდა პოლონეთი, შვეიცარია, ავსტრია, სადაც ხელს დაადვიფ, იქ არის საბაზრო ეკონომიკა, სამართლიანი სასამართლო. ეს განსაზღვრავს, რომ მიწის ღირებულება არის დაფიქსირებული. ნებისმიერი ინვესტორი რომ მიდის ეუბნება, რომ აი ეს მიწა თუ არის 1000 კვადრატული მეტრი, ამ ზონაში ბაზარმა ჩამოაყალიბა კვადრატული მეტრი 1000 ლარად. დავიგე, მაგრამ ის ამბობს, რომ მე აქ ვცხოვრობ და არ მინდა 1000 ლარად, რა მე მინდა 300000. რომ ლეიკემიან ბავშვს მოუკლე, შენ ბინა გაგირა. არა, გავიგე, მაგრამ მე სხვანაირად ხდება. ხო და მაგას ვამბობ რა, მე თელის მოამზადე მაგაზე რა. ესე იგი მაგისთვის კეთდება ხოლმე პირველი როგორც ასეთი წინა მე მგონი ვისაუბრეთ მაგ თემაზე. урბანული ტერიტორია უნდა გამოიყოს. ქალაქმა უნდა урბანული ტერიტორია ის კი არა, სადაც გინდა მიწა მოგიზომავ. არა, ქალაქმა უნდა გაიყვანოს ტრანსპორტი, უნდა სახს რო ააშენებს ვიღაცა ინვესტორი, სკოლა იმან უნდა ააშენოს და პოლიციის შენობაც. უნდა გაკეთდეს რაღაცა ტერიტორია და სადაც კერძო ბიზნესს უნდა მიცენ საშუალება რომ იქ განავითაროს, აი ამის საშუალება. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ზუსტად ეგრე ხდება პარიზში. ხო, აბა რა, კაცო, ეგ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ მე მომაკ ამის ფულიც, იმის ფულიც და მოგებას ვნახულობ რა. ეხლა მე შემთხვევით არ მithქვია და შემთხვევით არ მომიტანია ეს ნახაზები რა. ჩვენ ეხლა პირდაპირ უკვე აი ჩვენ რო აქვს საუბრობთ, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები მიდის მოლაპარაკება, იურისტები უკვე ყველას ხელმოწერა აქვს და ერთ-ერთ ძველ უბანში ერთ-ერთ მიწას ვყიდულობ, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი არის. იმ სახლზე და ჩვენი მიზანი არის, რომ არანაირი მოგება, არანაირი თქვა, ხა ერთი კომპანია ვართ მთელ საქართველოში, ვინც თქვით, რომ კოეფიციენტი შეგვიმცირეთ, ხო? აი სადაც ვართ. ანუ არა გვაქვს რა ჩვენ ეგისა რა. და პირდაპირ ვაპირებთ, რომ აი ამ ტერიტორიაზე აღვადგინოთ ის სახლი, რაც იყო. აი რაც იყო. პრობლემაა, რომ ვერ ვაკეთებ, იგივეს ვერ ვაშენებთ. კანონებით, იმიტომ რომ აი აქ მონიშნული მაქვს ხეები. აი ეს სახლის, აი ქუჩის ხაზი, ასე ვთქვათ, ლურჯი ხაზი არის ესე, რომელზეც იყო მოშენებული აი ეს ქუჩა. ეს სახლიც ამ ქუჩაზე იყო რა. აქ არის ჭადარი. კანონით 3 მეტრში უნდა ჩავიწიო. ამ ხიდან რადიუსში რა. ანუ სახლი უნდა ავაშენო ესე. და აი ამ სახლებით დაახლოებით რაღაცა ეგეთი ჯოჯო უნდა გავაკეთო რაღაც პროექტი ეგეთი რა. აი ამ ხეების გამო. ეხა მე ძალიან შორსა ვარ იმით და ნუ ჩანს რა ეხა მე სადღერძელებს ხორსაურებ აი ამ ტერიტორიაზე ყველა ხე შევინარჩუნეთ. აკა და სხვები რო ჭრიდან აქ რო გავდით. მე ხვეწებოით რომ არ მოჭრა გადმოურგავთ. ეგ მე არ მეხება რა. მაგრამ
ამ ტერიტორიაზე აქ რო არის ერთ-ერთი თბილისში ყველაზე დიდი მაგნოლია. ეს ამ მოსახლეობის პრობლემა არის თუ ეგ თბილისის, აი სწორედ ეგ არის. თუ ქალაქს ეგ უძვირად უღირს, ქალაქმა ამაში მე რაღაც კონტრიბუცია უნდა გამეკეთოს. ჩემი პრობლემა არის და თუ ესე მოხდება, რომ ეს თბილისელებს აემავარი სახლების მაცხოვრებლებს ეცვენებათ, რომ იქ ძველი მაგნოლიაა და იქ 3 მეტრში ვერ ააშენებს, გაახმობენ ვახო. დაგინძლეებით თუ კიდე, აი მოდი 10 უბანში უთხრათ, რომ აი დაუნომროთ თუ ეს ხეები, ისინი ვერ მოჭრით და ინვესტორი რომ მივა არას მოვაქ ვერ ვიყიდი, დაუსხავენ სალარკას რა, გარანტიას გაძლევთ. ეგრე მოხდება რა. ეს უნდა აიღოს რაღაცნაირად სახელმწიფო. მერე არის რაღაცა ხეები, იგივე თქვა აქ კომუნიკაციების, მე აქ სახლი ავაშენო. აი სახელმწიფო რაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ბიუჯეტმა. აქ უნდა გააკეთოს კომუნიკაციები. პირობითად ამ ძველ უბნებში მე რო გავაკეთო ხა, ხო პრობლემა არის სადგომების. მე უნდა ჩავიდე ქვევით რა. არა. არა? მიწისქვეშ არ ჩავიდე? ანუ არ არის ვალ პირიქით ანუ არა სადგომები როგორ გავაკეთე? ისტორიულ უბნებში ზონაში პირიქით არის რომ ანუ არც კანონი არ არა მე მინდა არავალდებულებს კაცო მე მინდა არა ობიექტი რო გავაკეთო რომელიმაც უნდა იმუშაოს და წესთ არ უნდა იყოს. ნუ ეხლა მთელი მონაკო სულ მიწისქვეშა იმის ქვეშ რა. გავიგე, მაგრამ თბილისისთვის ეს არის ურთულესი პრობლემა. არა რატო არ ურთულესი? ურთულესი, იმიტომ რომ რელიეფზე ეს ქალაქი. არა რელიეფზე რო პირიქით არა. თქვენ რო შენობას აქ პრობლემა არ არის სოლოლაკში თაცმიდაზე პირიქით, იმიტომ რომ რელიეფის ანიაღურე აქ პრობლემა არის კომუნიკაციების. თქვენ რო შენობას აშენებთ, ანუ პრობლემა ეხა ამ ეტაპზე ესა გვაქვს ჩვენ რო როგორც კი მიწისქვეშა თხრა იწყება, გვერდზე მთელი უბანი არის არა, ეგ არის ჩემი პრობლემა, მე უნდა გავამაგრო. ეგ სხვა მეთოდებია და შენდება და უამრავი ვენეცია და იმებს ამაგრებენ და აკეთებენ წყალზეა რა. ეგ ჩემი ხარჯია და ჩემი პრობლემაა. მე რას ვამბობ რა, აქ კომუნიკაციები, კაი, მე თქვა აი ამ შენობას ვაშენებ და აქ ვაშენებ. მე კომუნიკაცია აქედან ამ ჭიდან ამ ჭამდა გავაკეთო? სატრანსპორტოდ მაქედან მაგჭიდან მაგჭამდე უნდა გააკეთოთ დღევანდელი ჩვენი. ხო და არასწორია მეთქი, ამიტომ ვიძახი რა, აი ქალაქი მაგეებში უნდა იმას ქნეს რა. ეგეთი რაღაცეები უნდა გადაწყდეს რა მაგ იმაზე. ბევრი ეგეთი პრობლემაა, რომელიც იმიტომ ვაპირებ, ეხლა მოდი აი ჩვენ ამას დავიწყებთ ამის ყიდვას და ჩვენ აი ვაპირებთ როგორ ჩვეულებრივი კომპანია უნდა მივიდეს საბჭოზე, მერე მიიტანოს პროექტი, ოღონდ ვიძახით რაც იყო იმას ვაშენებთ. აი თავგადასავალს აღწერთ. მერე პატარა ეს მოკლედ 10-წამიანი კლიპი გავაკეთოთ რა. აი რამდენხანი დაჭირდება და მერე დათვალე რომელი ჯობია რომ წახვიდე იქ იჩალეჭო კოეფიციენტი გააკეთო და რაღაცა კორპუსი წამოჭიმო და იმაში მოიგო თუ აი აქ გაიხო. ხო და მაგას ვიძახი ეს თუ მომგებიანი არ მექნება რატომ ივალა? ესე იგი მაშინ ამაზე უნდა იმან დაავალო როგორც ახლა პროდუქტების და გაიაფება რომ დავალდათ და უნდა უთხრა რომ დაგიჭერთ თუ არ გააკეთებ. არა, რატომ სხვა საშუალება, მილიონი საშუალება. მითხარი ერთი. ფინანსური მექანიზმი. რომელი რა თქვა, აი გითხარი ფინანსური მექანიზმი. არ არის, ეგ არ არის ფინანსური მექანიზმი, თქვენ დათვალეთ. ანუ ის კაცი, ანუ ეს ეკონომიკის ექსპერტი რო ჩამოვიდა აქ, იმათმა მართლა ორჯერ დაწერეს დასკვნა და ორჯერ უდევთ იქ, ანუ იმ დასკვნაში წერია ის მოდელები, რომლებიც საერთაშორისო არის გავრცელებული და იქვე წერია და ეს ახლა დიდ დაწერა არ უნდა ყველა მიცის კარგად, რომ არ არსებობს სახელმწიფო სოფლიოს ზურგზე, რომელიც სრულად იღებს ისტორიული ქალაქის დაცვა განვითარების ფინანსურ ტვირთს თვითონ. ესეთი ქვეყანა არ არსებობს. იტალიაც კი იყო, რომელიც ყველაზე დიდ ახალს ხარჯავს. ვერ შვება ამას. ეს ძალიან კარგად იცის და მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი. ამიტომ მიზანი არის ესეთი რამე, როგორ შემოვიყვანოთ დავაინტერესოთ ინვესტორი, რომ შემოვიდეს ქალაქში. მაგით არ დავიწყე. კი ბატონო, ოღონდ ეს ინტერესი მიწისფართან კი არ არის კავშირში. ესეთ რამე მოიფიქრეს მათ, რომ მაგალითად დღეს ქალაქის მერია რო შედის ორბელიანის მოედანზე, აცხადებს არეალს, რომ მე აქ ვაკეთებ რესტავრაციას. იქ ცხოვრობს რაღაცა მილიონერი, გაჭირვებული, საშუალო ფენად, მაგრამ ყველას ერთნაირად უკეთებს რესტავრაციას. იმას ვიღაცას აქვს საშუალება, რომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ ამას არავინ არ უყურებს. იქ ესე ხდება, რომ არსებობს სარეაბილიტაციო არეალი გამოიყოფა, რომელზეც წინასწარ დაიდება გეგმა, რა გაკეთდება, რა იქნება მათ შორის ფუნქციური თვალსაზრისით. რა არის ეს? რა იქნება? მომავალი რო დაინახო, სად შედიხარ.
ინფრასტრუქტურას აიღებს საკუთარ თავზე ქალაქი და აკეთებს ეგრეთ წოდებულ ღუზა პროექტებს, ანუ მნიშვნელოვან ობიექტებს. გარდა ამ მნიშვნელოვანი ობიექტებისა, შეიძლება კონდეს გარკვეულწილად გარკვეული ან სუბსიდიები, ან როგორც ჰოლანდიაშია, გასცემდეს სესხს არსებული ბანკის პროცენტზე 6%-ით ნაკლებს. რაღაცა სხვადასხვა შეიძლება სუბსიდია მოგცეთ, იმიტომ რომ თქვენი შენობა იმდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომ მოგცე და აღარ გამოგართვა, ანუ გრანტის ფორმა მისცე ამას და თქვენი შემოსავლები თან იმდენად დაბალია, რომ ვიცი რომ ვერ დამიბრუნებთ, მაგრამ ხედავ რომ მოგიდათ რომ შენობა კი დაანგრიოთ, რომ შეინარჩუნოთ, ბატონ ირაკლის შეიძლება მეტი საშუალება აქვს, სახლის არ არის ისეთი ღირებული, ამიტომ შეიძლება მას გრანტი 6 დაბალ პროცენტიანი სესხი მივცე. თავარია რომ ეს თანხა მე დაგიბალანსოთ, აი განსხვავება სადღაც აშენებულ корпуსსა და 12000 სახლზე ვლაპარაკობ. წელიწადში რამდენი შეიძლება გავაკეთოთ? 12000 მაგალითად ლონდონმა რა ქვია, ბირმინგემ ეგეთი შედეგი მიიღო, რომ მე 3 ტრანში უნდა გაკეთებულიყო ბირმინგემის ეგრეთ წოდებული ოქროს კვარტალში. ეს არის ქარხანა, სადაც ძირითადად ოქროს წარმოება მიმდინარეობდა და პირველი სოფლიო ომის დროს მთლიანად ჩავარდა, მეორეზე მაღილების კეთება დაიწყეს და მთლიანად დეგრადირდა. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ რა უნდა გააკეთებინათ, ბოლოს გააკეთეს რაღაცა გეგმა, რომლის მიხედვით პირველი რაც თავარი გააკეთეს გამოკითხვა რა უნდათ იქ მაცხოვრებლებს და იქ დაჯდა ესეთი ამოვიდა ესეთი სოციოლოგია, რომ უნდათ რომ მთელი ეს უბანს შეენარჩუნებინა თავისი ფუნქცია, ანუ ყოფილიყო ეს რაღაცას ოქროს წარმოება, არ უნდათ რომ შემოსულიყო დიდი მანუფაქტურები, უნდათ რომ ყოფილიყო სტუდენტური რაღაცა მიმართულებით, ანუ სტუდენტებს საცხოვრებელი ქონოდათ აქ იაფი და ყოფილიყო რაღაცა არტ მიმართულება განვითარებული. აი ეს რაღაცა 4 ცალი ძირითადი მიმართულება ამოვიდა. და ქალაქმა გააკეთა რამდენიმე ესე ვთქვათ დიდი კონტრიბუცია უნდა გაეკეთებინა პირველ რიგში ინფრასტრუქტურა გამოცვალა და სუბსიდირებით შევიდა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ პატარა სახელოსნოებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს და არტ რეზიდენციებს და გალერეებს დაასუბსიდირა რამდენიმე წლით. ანუ შეუმცირდად გადასახადი, თუ უნდა გადაეხადა მაგალითად გალერეის ხირაობაში რაღაცა $1000, ქალაქი რაღაც 5 წლით ნახევარით შევიდა. ისეთი როდესაც დაინახეს რა ხდება, როდესაც ეს სეგმენტი შევიდა, პირველი ტრანშის მერე, რომ მილიარდობით ფუნტზეა ლაპარაკი, პირველი ტრანშის მერე მეორე 2 ტრანში აღარ დაჭირდა, იმიტომ რომ თვითონ შემოვიდა ბიზნესი. როგორც კი გაცოცხლდა უბანი, სუბსიდიაც მოიხსნა 3 წელიწადში და დღეს ეს ბირმინგემის ეს ოქროს კვარტალი არის ერთ-ერთი ცენტრია ბირმინგემი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული, ყველაზე დეგრადირებული უბანი იყო, ყველაზე ძვირადღირებული ქონება. არავინ აღარ მოხდა რა ეგეთი რამე. ანუ თავარი რომ შენ წახალისო რომ შემოვიდეს, გაცოცხლდე რა. ანუ ამიტომ ფულზე ფული მოვა ბიზნეს სწორედ თუ მომგებიანი თემა არის, ბიზნესი მოდის. რაც შეეხება ვინ წამოვა და ვინ არა, 12000 სახლი რო არის და ბიზნესმენი კაი შემთხვევაში რო იყოს 100, ვინც ამას ხელს მოკიდებს, იქნება კონკურსი, იმიტომ ერთთან იქნება 120 ოჯახი მივა. რო იქნება გამიკეთო. ჩვეულებრივი ბაზარი არის ეგეც. იქ ის კი არ დაიწყება. აქ არის პრობლემა, რომ ერთი მიდის და ესა რა ქვია, ერთი ელაპარაკება იმას და იმას უწევენ ფასს. ანუ ჩვენ ახლა ორი პრობლემა გვაქვს, ორი პარალელური პრობლემა გვაქვს. ერთი მაცხოვრებლებს არა აქვთ იმისი განცდა, რომ თუ ხელისუფლება გეუბნება, რომ მე შენთან შემოვალ გაგიკეთებ, შენ თუ უარს ეტყვი, შენზე მიდის პასუხისმგებლობა, შენი გასაკეთებელია მე ესა, ის კი არა რომ ინვესტორს მიპოვი, არამედ შენ თუ უნდა გააკეთო, ეს პრობლემა თუ არ გააკეთებ, დაგიჭერენ. აი პირდაპირ ვიძახი, აი ეს არის ნათელი ხაზი, რომელიც მაცხოვრებელმა უნდა იცოდეს და მეორე ეს არის არარსებული წამახალისებელი ღონისძიება, ჩვენ მარტო სადამსჯელო გვაქვს, წამახალისებელი ბიზნესისთვის, რომელიცაც უბიძგებს აქ ამას თუ უბიძგებ, აქ შემოვა და ამას ეცოდინება, რომ რასაც უნდა იმას აკეთებს, მაინც არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ ეს ისევ დაადებს $7000 კვადრატულ მეტრს. მან უნდა იცოდეს, რომ კი ბატონო, კიდევ 10 დაადე. ხო და სხვაგან წავალ რა, ბიზნესმენი მაგას ვიძახი რა. მე მივალ არ გინდა როგორც ბაზარში რო ყიდეს, თქვათ, ხორცს ვიღაცა, მეუბნება ფასი, აი, აუ, სხვაგან. ეგ არის, ბევრია, თბილისში არის 12000 ეგეთი სახლი და ვინც მაგის გამკეთებელია
მარტო ბიზნესმენები ათასჯერ არა, ნახეთ შეხედეთ, ჩვენ მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ადამიანს რაღაც შედარებით პატარა ზომის მოცულობის სახლში ორ სართულია, უნდა გამოსყიდვა და არც უნდა გამოსყიდვა, უნდა რესტავრაცია გააკეთოს. ანუ გამოუვიდა, ანუ ამ გააკეთეს ზონდაში, გამოვიდა ძალიან ლამაზი მოხატულობა, ის იძახის, რომ მე ამის საშუალება არ მაქვს. მესმის თამაში. ეხლა ქალაქი ეუბნება რომ მოდი ააკარი, მაშინ რაღაცა გიფსოკარდონი დამალე რომ მე ვიღაცას რო ექნება, პირიქით ქალაქმა უნდა სუბსიდირება გააკეთოს, მაშინ თანამონაწილეობა, ოღონდ სუბსიდირებაზე ჩვენ ვლაპარაკობ, არ ნიშნავს 100%-იან სუბსიდირებას. თანამონაწილეობა უნდა გააკეთოს ისეთ რაღაცებში, რაც საზოგადოებრივი, მაგიტომ ვიძახი, ეს არის გზა, ეგ არის საინჟინრო კომუნიკაციები და სხვათა შორის რაღაც შემთხვევაში შეიძლება იყოს დამატებითი ღირებულების გადასახადის, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მიმზიდველი და ეს უნდა იყოს თან როგორიც, თუ აღდგენა ხდება არსებულის, უნდა იყოს ავტომატურ რეჟიმში. ავტომატურ რეჟიმში უნდა იყოს, იმიტომ რომ საქართველოში თქვათ, რასაც თბილისში რაც მივიღეთ, პრობლემა რაში არის ვახო რა? შეჯიბრი დღეს დეველოპერებში რაში არის? კარგში კი არა, ბევრში. ანუ დეველოპერი წარმატებული არის ბევრს რო ააშენებს და არა კარგს რო გააკეთებს. რამდენჯერმე მოვიყვანე მე ეგეთი მაგალითი, რომ თქვათ, რომ ჩავატაროთ ქართული სიმღერის კონკურსი რა. ოღონდ პირობა იყოს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იხრიალებს, იმან რომ გაიმარჯვოს და არა ვინც გაიქრე მანჭულს იტყვის. ანუ ვინც რაღაცა იმას ჩაკობოს კარგად იმღერებს. აი ვინც ყველაზე ხმამაღლა იხრიალებს. ეგრე გვაქვს. დღეს შეჯიბრი არის ბევრში. ეგ პრობლემაა და ეგ უნდა მოისპოს ეს კოეფიციენტები რა. ეგ არის ძალსახად, ეგ გააკეთებს მიწის ღირებულებას. ეხლა მე თავარი რაც ვთქვი, რომ ეს 260 ოჯახი რო არის აი ამდენი ხნის განმავლობაში, სუმთლიანად. რამდენ წელზეა ლაპარაკი? წელიწადში 100 სახლი რო გავაკეთოთ. 50 წელზე. ხო, 50 წელიწადში კიდე სხვა პრობლემები დადგება, სხვა აღშენებული სახლების პრობლემები იქნება. გაუ ექსპლუატაციისა და ბევრს. იგივე ხა მეც ვიყავი სახელმწიფო სამსახურში და მეც ვიცი ელექტორალური საკითხები და მაშინ ყოველთვის ეგრე იყო, რომ რაღაც ანგარის გაწევა და რაღაცა. პირდაპირ გეტყვი რა. აბა მოდი მე გაავრცელე ინფორმაცია, რომ 260 ოჯახ ადამიანს ჩვენ ვახარჯავთ 300 მილიონს და ოფიცერს საბრძოლო ღირებულებაში, საბრძოლო მორიგეობაში, ღამეში 24 საათიან საბრძოლო მორიგეობაში ვაძლევთ 19 ლარს. და ვუქვითავთ 270 კვების ფულს. აი ქართულ ოფიცერს. აი იმ ოფიცერს მოუხევი ხო 300 მილიონს. ვიხდით 260 ოჯახის და მოუხევი იმას სენტიმენტები, რომ ეს გურდიაშვილის მოედანია და აქ ის რაღაცა საერთნობა იმას ფერობდა ბაეტებს. არ არის ეგრე რა. აქ უნდა შემოვიდეს კერძო ბიზნესი. კერძო ბიზნესი უნდა შემოვიდეს ძალიან მკაცრი ჩარჩოებით, ოღონდ იმ ბიზნესმენმა ვიღაცის ხოშზე კი არ უნდა იმასკნას რა. ეს უნდა გაკეთდეს, აი პირდაპირ ჩარჩოები უნდა იყოს კოეფიციენტიან, მოლაპარაკებიან იმიანად. დეტალური დაეგმარების პროექტი, რომ პირდაპირ უნდა იყოს როგორი ფერი, როგორი მასალა, გავლებული უნდა იყოს ლურჯი ხაზი. როგორ იმის არც იქით რომ შეიძლება შენობის აშენება და არც აქით. აი ამ ხეების მიხევის რო დავიწყოთ, მივიღებთ პენჯაბის შტატს რა. ეგრეა ხო, ანუ ხა მოწკუბები დგას და თამარ მეც ხო მაკარონის ქარხნიდან არა ვარ, არა ხა ვიცი, ბევრი იმუშავია მაგაზე. ეს სპექტრისთვის ხო და ანუ ეგეთი რაღაცეები და სხვათა შორის ეს ჩემი ხელმოწერით არის, ეს წითელი ხაზები და რაღაც თბილისში დაწყებული ეს ისინი რა. ხო და ეგ არის აუცილებელი და ამაზე არაჩვეულებრივი ის ყავდა, რა ქვია, დადმობილებული ქალაქები ნანტი და საარბრუკენი. რომლებიც ახლა არ ვიცი არიან თუ არა, მაგრამ ისინი ძალიან კარგ რჩევებს და ძალიან ბევრ რაღაცებს გვეუბნებიან. საარბრუკენის მოედანიდან გვაქვს ალბათ არის ის. ხო და მე მგონი აღარ არის რაღაცა. შეიძლება გადაარღვევს. ხო, იმიტომ რომ აღარ. ძალიან საინტერესო არის ქალაქის მიდგომა ზოგადად როგორი არის არქიტექტორებისად. თბილისის განვითარების ფონდი არის, ახლა ვინც მუშაობს რესტავრაციაზე და რეაბილიტაციაზე, ხო? როდესაც არქიტექტორები კომპანია იგებს პროექტს რესტავრაციისას. რესტავრაციის პროექტს აკეთებს, ხო? ჯერ ნუ იქ ანაზომის გაკეთება ეს არის თავგადასავალი, იმიტომ რომ მაგალითად ქონია შემთხვევები, როდესაც იერარქი დამოუვარდა ვიღაცა და არ შემოუშვა, არ მინდა, რომ აი არ აზომიდებ რა. აი პუშკინი ჩვენ გამოსვლებ დუღარი გადააწყეს. არ მინდა თქვა. დუღარი, ფანჯერიდან დუღარი გადააწყეს. მოახერხე და აზომე თემი ფენობები და გააკეთე პროექტი. ანუ აი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტების დაასკვნით ყველაფერს და რაღაცა მიხვდი, რომ აი ასეთი უნდა იყოს. შემდეგ ამ პროექტის შეთანხმება ქალაქს კი არ ევალება. მე ხო ჩაგაბარებ თქვენ ხარ ფონდი, მე არქიტექტორი ვარ, მე ჩემი საქმე გავაკეთე, ავიზონე პროექტი გავაკეთე, მოგეწონა.
თქვენ უნდა აიღოთ ახლა ეს პროექტი მოლაპარაკებაში შეხვიდეთ მოსახლესთან. არა. მე მაქვს ვალდებულება არქიტექტორ კომპანიას დავიწყო მოლაპარაკება მოსახლეობასთან, რომ ეს მოეწონოთ. აქ არ არსებობს. გამოვა? სახში გამოვიდა, ამ ერთი თითო სახში არა ერთი, ორი ოჯახი მაინც არ გამოვიდეს, რომელიც ეხის არ მინდა. აი ეს კიბე არ მინდა რომ აქ იყოს და პროექტი სანამ არ ჩაბარდება, სანამ ისინი არ დათანხმდებიან 100% ყველა, მანამდე პროექტს არ იბარებს ფონდი და ჯარიმები ეწერება არქიტექტურულ კომპანიას. ხო და რას კარგია ეგ? რაღაცა. ხო და არ კეთდება ხო ამიტომ? არა, არ კეთდება ერთია, მაგრამ თვითონ ქალაქს ეგეთი და პოლიტიკა აქვს ესეთი, რომ ხო და 12000 სახლი რო წელიწადში ერთი ვაკეთოთ, უნდა 12000 წელი ხო? ხო მარტივად არის მაშინ რა. ანუ ხო, ამიტომ არის სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, სხვადასხვა ეგ მინდა რა, ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს, აი ეგ მე რაღაცა ბოროტას და იმას კი არა, ვაკეთებ ყიდულობთ ტერიტორიას ახლა და პირდაპირ აი მინდა ეს იმითი ვაჩვენოთ, რომ აი რა გზებია, როგორი ხა, ნუ რეგალიები და რაღაც გამოცდილება და რაღაცა ჩემზე არა, მაგრამ საუბარი ჩვენ გუნდს არ გვაკლია გამოცდილება და რა ვიცი, არც არაფერი რა შეგვიძლია, ნუ ამ ქალაქში რაღაცა თქვათ იმას ვქრათ, ხო? აი დავიწყებთ ახლა ალბათ თებერვლიდან კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე მუშაობას რა. უფრო მეც გეტყვით რა, იქ ვაპირებთ რომ გავაკეთოთ რაღაცა საინფორმაციო ცენტრს მოსახლეობას მოსვლა შეიძლება და თავის ინფორმაციას პირდაპირ იქ უკვე ჩვენმა წარმომადგენლებმა იარა და იქ პირველი რა ვუთხარეთ რა, მოსახლეობას ვეუბნებით რომ მოდი რა გააკეთეთ ამ ხანაგობები, შექმნით ამ ხანაგობები, რომ ჩვენ ერთს ველაპარაკოთ. ერთმა ხო და ვერ ახერხებ. არა, არ ხერხდება და ვინც ახერხებს ის მოვიდეს. ახლა აქვეა 12 ოჯახი შეიძლება ერთად მოვიდეს. ხო შეუძლებელია რა. ერთხელ გქონდა ჩვენ რაღაცა გარაჟი იმას ვქენეთ რა ქვია. თორნიკეს ახსოვს რა. რაღაც გარაჟი დავანგრიეთ იმ დოლაბაურზე რა. და იმ გარაჟის ჟესტიანჩი აი ვინც ვინმე იყო, ცოლები და იმეთი 80 კაცი მოვიდა რა. ნუ აი წარმოუდგენელია რა. უნდა მოვიდეს იმაზე რა ქვია, თითო წარმომადგენელი, მე ამ შემთხვევაში ამ ხანაგობის დარგის ძალიან ბევრი არ არის. ამ მოსახლეობას, ვისაც ინტერესი აქვს, რომ იქ ინვესტორი ან კონკრეტულად ვიღაცა მივიდეს, უნდა შეიქმნას ამ ხანაგობები. ამ ხანაგობის წინა სტადია რომ მაგათმა ყველა კომუნალური გადასახადები, ქსელებში ჩართვები, რაღაცები უნდა მოაწესრიგონ. ისე არ არის ამ ხანაგობა შექმნა, უნდა დარეგისტრდეს და იურიდიული პირი უნდა გაკეთდეს და იმ ხელშეკრულებას, დადებულ ხელშეკრულებას, როცა ამ ხანაგობის თავმჯდომარე მოაწერს, იმას აქვს იურიდიული ძალა. თორე აქ 12 კაცი რომ მოვა, 12 ოჯახი. და წივიან, კივიან ზოგიერთ ენაზე, ზოგი მეორე ენაზე. იმაზე ესმის, მე ვერ გავიგე, თურმე მე სახში რომ მივიდან ცოლიქ მართლა ჭყვება რატო ისა უთხარი. შეუძლებელია რა ეგრე. ანუ აი ეგეთი საკითხები მაგას ჩვენ ყველაფერს ვაპირებთ, იქ საინფორმაციო იმას გავაკეთებთ, ამ ინფორმაციას მოვიძიებთ. შესაბამისად ეს იქნება ერთი ჯგუფი, ვინც თქვა აი ამაზე მუშაობს, მეორე ჯგუფი იქნება, რომელიც იმუშავებს უკვე პროექტირებაზე და კომუნიკაციას იმასთან რა ქვია, ძეგლად დაცვასთან და ქალაქის სამსახურებთან. და ასე შემდეგ რა. მე ვთქვა, მე ყველაფერს აი დავაფიქსირებთ იმითი რა, რაც ციფრებია და ეს რიცხვები არის იმას Excel-ის ხრილით, რაც აი ესე ხდება და რაღაცა გადავიღებთ, რომ იქ იმების გამაგრება და იქ როგორ არის და ყველაფერს ვაპირებთ რომ გავაკეთოთ რა. პირდაპირ გეუბნებით რომ ამ ეტაპზე იქნება წამგებიანი პროექტი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს რაღაც მსხვერპლი იყოს იმისთვის, რომ ეს ყველას დავანახოთ. ჩვენ თუ აი დღევანდელი ტემპით ვივლით რომ 12000 სახლს წელიწადში ერთს გავაკეთებთ, უნდა 12000 წელი.